მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 771-დან. წელწირში გავლებულია AB დიამეტრი და AC ქორდა, C-წერტილი AB დიამეტრზე და C-წერტილიდან AB დიამეტრზე დაშვებული CD მართობი, ვიცით, იპოვეთ AC. თუ AB არის 70, AD ისე შეეფარდება AC-ს, როგორც 1/5. კი ბატონო. მოდი, დავხაზოთ. ავიღოთ დიამეტრი, ავიღოთ AC ქორდა, მოვნიშნოთ წერტილებით და მე გავაგრძელოთ AB დიამეტრი, სადღაც აქ არის ცენტრი, AC ქორდა, C-წერტილიდან დიამეტრზე დაშვებულია CD მართობი, ეგეც გავავლოთ. ასე CD მართობი. იპოვეთ AC, კი, თუ AB არის 70. კარგი, დიამეტრი ვიცით. და AD ისე შეეფარდება AC-ს, როგორც 1/5. ნუ AD-ს რომ დავარქვათ სიტყვაზე თქვათ X და AC იყოს 5X. გთხოვენ ვიპოვოთ AC ქორდა, ხო? პირველ რიგში ახლა აქ რა ჩანს? რა თქმა უნდა, CD ქორდა, უკაცრავად CD სიმაღლე შეგიძლია იპოვო აქ და უცებ დაწერო რა არის, მაგრამ რა შეიძლებოდა დაგვინახა, მეგობრებო, მგონია უფრო სწრაფ პროდუქტიული. თუ თქვენ ადგებით და C-წერტილს შეაერთებთ B-სთან, გამოვარო ეს კუთხე C დიამეტრია დაყრდნობილი და შესაბამისად გამოვარო მართი არის, ხო? და თუ მართია დიამეტრზეა დაყრდნობილი, ესე პითაგორის თეორემა შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხო? აი აქ ACB სამკუთხედში და კლასიკურად, რადგანაც ჩვენ AB გვერდი ვიცით 70-ია, კათეტის კვადრატი რომ უდრის მისი გეგმის და ჰიპოტენუზის ნავრავს, ხო? CD გამოდის სიმაღლე ჰიპოტენუზაზე დაშვებული მართკუთხა სამკუთხედში და შესაბამისად რეალიზდება თვისება, რომ კათეტის კვადრატი, ანუ 5x-ის კვადრატი ტოლია, მისი გეგმილი x-ი გამრავლებული მთლიანად ჰიპოტენუზაზე. ეს არაერთხელ გამოვიყენეთ უკვე ჩვენ აქამდე და შესაბამისად ვიცით უკვე ეს თვისება ადაპტირებულია. მოდი გამოვთვალოთ აქ 25x კვადრატი უდრის x ჯერ 70-ს, x-ი იქცება, უკაცრავად ხო, x-ი დარჩება აქ 25-ის 70. ეს კიდე 5-ზე შეგვიძლია შევკვეცოთ და გამოვიდა 14/5. და შესაბამისად, რადგან ჩვენ გვთხოვენ AC გვერდის სიგრძეს, ნუ AC იქნებოდა თუ 5-ს გავამრავლებდით 14/5-ზე. ანუ 14. მოდი ახლა გავაკეთოთ 72. იპოვეთ მართკუთხა სამკუთხედის კათეტები, თუ ისინი ისე შეეფარდებიან ერთმანეთს, როგორც 20-21. ხოლო ამ სამკუთხედზე შემოხაზული და მასში ჩახაზული წრეწირის რადიუსების სხვაობაა 17. კარგი, მოდი მართკუთხა სამკუთხედი შემოხაზული და ჩახაზული წრეწირის რადიუსები, ხო? აი, მოდი მართკუთხა სამკუთხედი დავფასოთ. ავიღოთ ასე. კათეტები ისე შეეფარდებიან ერთმანეთსო და ანუ დიდი განსხვავება არა კათეტებს შორის, როგორც 20-21 და ნუ თქვათ 100. და ჩვენ ახლა პრინციპში შემოვიდა პროპორციულობის კოეფიციენტი აქ, რადგანაც უკვე ვიცით კათეტების შეფარდება, დავწეროთ
ეს იყოს თქვათ უფრო დიდი კათეტი, თქვათ ეს არის 21x, ეს იყოს შედარებით მცირე კათეტი. და დავწეროთ 20x. ახლა პრინციპში აქ ჩვენ შეგვიძლია ჰიპოტენუზაზეც გამოთვალოთ, ნუ აწი დიდად შეიძლება არ გჭირდებოდეს ეგ, მაგრამ მარტივი დასათვლელია და მოდი ჰიპოტენუზაც დავთვალოთ, ხო? შეგვიძლია დავაწეროთ ამას ABC და AC კვადრატი იქნებოდა 21x-ის კვადრატს დამატებული 20x-ის კვადრატი. ნუ ამას თუ გამოთვლით ახლა 451x კვადრატია, ეს არის 400x-ის კვადრატი, შესაბამისად AC კვადრატი გამოდის 851 და 851 შეიძლება ახლა არ გახსოვდეთ წეპირად, მაგრამ ნუ ზოგადად კარგი იქნება თუ 30-ის ჩათვლით რიცხვის კვადრატები წეპირად გემახსოვრებათ და 29-ის კვადრატი არის 851. ანუ გამოდის, რომ AC ყოფილა 29x. რატომაც არა, ხო? ვიცოდეთ ჩვენ ეგ ძალიან კარგია. მით უმეტეს აქ შემოხაზულ წრეწირზე საუბრობს და შემოხაზული წრეწირის რადიუსი გაიხსენეთ რა არის. შემოხაზული წრეწირის ცენტრი ხო ჰიპოტენუზაზე წევს და შესაბამისად შემოხაზული წრეწირის რადიუსი უკვე ეცოდინებათ. იქნება 29x-ის ნახევარი. ახლა აქ ერთ დეტალს შეიძლება დაუკვირდეთ, ჩვენ ამით კიდევ ერთი სამეული აღმოვაჩინეთ ნატურალური რიცხვების, რომლებიც პითაგორის თეორემას გვაძლევენ 20, 21, 29. ახლა ეგ რამდენად ხშირად მოდის სხვა თემა და ღირს თუ არა ამის დაზეპირება, მაგრამ ნუ ესეც არის 3, 4, 5, 5, 12, 13, 8, 15, 17, ნუ ამათ გვერდით რა. ახლა მეგობრებო, კითხვას დავუკვირდეთ. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ ჩახაზული და შემოხაზული წრეწირის რადიუსებს შორის სხვაობა არის 17. მოდი, ახლა არ არის გადამწყვეტი აქ დახაზავთ თუ არა, იგივე ჩახაზულ წრეწირს აიღებთ თუ არა, მაგრამ აწი უნდა გავაკეთოთ ნახაზი და იყოს მეტნაკლებად ზუსტი. ნუ დაახლოებით ახლა ჩახაზული წრეწირის ცენტრი იქნება აქ და ერთ ცოტა უფრო თვალისთვის კარგი რომ იყოს, ეს იყო შემოხაზული წრეწირის ცენტრი. ანუ რომ არ გეგონოთ, რომ შემოხაზული წრეწირის ცენტრი მაინც და მაინც იქ მდებარეობს, სადაც პატარა წრეწირი ეხება გვერდს. ნუ თქვათ, პატარა წრეწირი გვერდს ეხებოდეს აქ და შემოხაზული წრეწირის ცენტრი იყოს ეგ. ნუ მოდი ამას დავარქვათ O პატარა აი O1 და ეს იყოს O2. ნუ 2 შემოხაზული წრეწირის ცენტრია. ცენტრი. და ჩვენ ვიცით, აი ეს მანძილი რა. აი მანძილი ვიცით, მოდი შევაერთოთ. აჰა, ეს არის 17. და ითხოვენ ახლა ჩვენ გავარკვიოთ სხვა დეტალები რა, ალბათ რადიუსებს ვთხოვენ, ხო? იპოვეთ მართკუთხა, კათეტებს ითხოვენ. აი, ანუ უნდათ ვიპოვოთ ახლა ჩვენ AB და BC. როგორ დავაგდებ ახლა სიტუაცია ვნახოთ. ნუ პირველ რიგში რა უნდა გვახსოვდეს? მგონი აქ უპრიანი იქნება ზოგადად რადიუსი გამოვხატოთ ჩვენ, ხო? ჩახაზული წრეწირის და შემოხაზული წრეწირის. ანუ R პატარა რა იქნებოდა? კათეტების ჯამს, ეს ჩვენ არაერთხის გვაქვს განხილული, გამოკლებული ჰიპოტენუზა და გაყოფილი 2-ზე. ნუ ეგ გამოდის x-ი არა, იმიტომ 42 არა, x-ი როგორ გამოდის? 42-ს გამოკლებული 29 ეს არის 12 და 12 გაყოფილი 2-ზე, ანუ 6x-ია R პატარა და R დიდი გამოდის დიდი, ანუ ასე თქვა ჰიპოტენუზის ნახევარი, ხო? 29 მეორედი x. ახლა ჩვენ ვიცით ცენტრებს შორის მანძილი რო 17-ია და მისი დახმარებით ფაქტობრივად x-ი უნდა ვიპოვოთ რა. ანუ მისი დახმარებით, ანუ ინფორმაციის 17-ის დახმარებით უნდა შეიკრას ფიგურა, საიდანაც მე გავიკლებთ
ზუსტად ახლა დაფიქრდით რა ფიგურის შეკვრაზე იქნება საუბარი, ანუ მართკუთხა სამკუთხედი უნდა შეკვრა თქვა ამ გვერდის მონაწილეობით და რა არის ყველაზე კარგი მართკუთხა სამკუთხედი. მე წარმოვიდგინეთ ახლა ეს ცენტრია და ეს ხების შეხების წერტილია და არ იქნება ყველაზე კარგია ეს. თან ეს ერთ პატარა, ხო? აი აქ ეს მონაკვეთი. ანუ იდეაში ჩვენ გვაქვს ასეთი მართკუთხა სამკუთხედი, ეს არის ერთ პატარა, ეს არის 17 და აი ჩვენ გვჩება ამ მონაკვეთზე სასაუბრო. და დააკვირდით ახლა ეს მონაკვეთი რა გამოდის. მოდი კითხო. წითელი კითხვის ნიშნით და ამას ასე დავაწერე. ეს არ გამოდის, აი ეგ მონაკვეთი რომ გამოაკლო მთლიანად იმას ასე ვთქვათ დიამეტრის ნახევარს, ჰიპოტენუზის ნახევარს. ეს ხო 29 მეორე x-ია. მაგრამ ეგ რო არ ვიცით ეს ნაწილი, არ არის პრობლემა, გაიხსენეთ, მეგობრებო. ჩვენ როდესაც ასე ცენტრთან ვაერთებდით, ეგ ხო რადიუსი იყო და რადიუსი ხო არის 6x, ანუ ეს 6x იქნებოდა. მაშინ ესეც 6x არ იქნებოდა? კი. და თუ ეს 6x-ია და მოდი 20x ცოტა ქვემოთ დავწერ. აი ეს 20x-ია. ხო გამოდის აი ეს 14x დანარჩენი, ხო? აქედან აქამდე. მაგრამ იგივე აი ეს მონაკვეთი პატარა და ეს იგივე 14x არ გამოდის? ანუ ეს ანუ გამოდის რომ ეს პატარა დისტანცია აი აქ აი ეგ კითხვის ნიშანი რაც არის ეს არის 29 მეორედი x გამოკლებული 14x. ნუ არის 1 მეორედი x. ესე იგი ჩვენ გვაქვს პითაგორის თეორემა, სადაც 17-ის კვადრატი ტოლია 1 მეორედი x კვადრატს დამატებული r კვადრატი ხო, მაგრამ r პატარა ხო 6x-ია. 6x-ის კვადრატი. მაგრამ რა სიტყვით? ასე არ გამოდის? მოდი აბა ნახოთ თუ სწორად დავთვალე ახლა რაღაცა. თლად კარგი რიცხვები არ გამოდის და ისეც ცოტა საეჭვო გარემოს ქმნის, შეცდომა რომ გონია პასუხი. მედია სწორად დავთვალე აქ 21. კი, ეს 14x-ია, აი აქ 6x და 20x რომ გამოვაკეთებ 6 14x იყო და გაერთმშრალიანებით 28-29. კაი, ნუ შეცდომა არ ჩანს და გავაგზავნოთ. ესე იგი 17-ის კვადრატი, ნუ მოდი ეს 299 და დავწეროთ 299 უდრის ესა 1/4x კვადრატი პლუს 36x კვადრატი, ხო? ეს რო გაერთმშრალიანდება, აქ გვექნება 299 უდრის ბოდიში გიხდით, მე ცუდად გავიგე. პირობა მე 17 მეგონა ცენტრების შემაერთებელი მონაკვეთის სიგრძე და ნუ გაცილებით უფრო ახლა რომ ვფიქრობდი რომ რაღაცას ცუდად ვაკეთებ, ბოდიში გიხდით უკაცრავად მეგობრებო. რომ დააკვირდით რა არის მოცემული, ეს კი არ არის 17. ჩვენ ვიცით რომ რადიუსების სხვაობა არის 17. ჩახაზული და შემოხაზული და ჩახაზული წეწრის რადიუსების სხვაობა. ანუ ამას 29 მეორედ x უნდა გამოაკლდეს 6x და ეს არის 17. ბოდიში ძირფასი დრო დაგაკარგინეთ, მაგრამ არ არის რთული. აქ იქნებოდა 29x გამოკლებული 12x მეორედი. ესაა 17, ანუ ეს 17 მეორედი x უდრის 17 და 17 შეიკვეცებოდა და x-ი გამოდიოდა 2. და თუ x-ი 2-ია, მაშინ კათეტები რა იქნებოდა? AB კათეტი იქნებოდა 42, ხო, 21 ჯერ 2, ხოლო BC კათეტი იქნებოდა 40. კარგი,
მოდი გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენ. 73 ნომერი. MNPQ მართკუთხედის ორი წვერო წრეწირზე მდებარეობს. აი, როგორც ხედავთ აქ, ხო? ორი წვერო კი დიამეტრზე. კი ბატონო. ხედავთ, რომ MN-ი არის, მოდი აქ აქვე გავაკეთოთ, მეგობრებო. მოდი ასე ცოტა გავზრდი წრეწირს და შავფერზე გადავდო. მაგერ 73-ზე. MN-ი არის 4. კი, MN-ი 4-ია. MQ, ნუ MQ მთლიანად ეს გვერდი არის 6. QL სითხოვენ. QL-ი სად არის? აი, ამონაკვეთ სითხოვენ, აგერ არის, ამონაკვეთ სითხოვენ. კარგი, აბა დავფიქრეთ ახლა, მეგობრებო, რა ხდება? როგორ არის რა ამბავი აქ? რომ დავუკვირდეთ. ახლა ეს ხო მართიკუთხია აქ. ასე, ესენიც მართიკუთხია. შესაბამისად, ჩვენ რომ ავდგეთ ახლა და O შევაერთოთ S-თან, იქნება მართკუთხა სამკუთხედი, ხო? კი ბატონო, თან ესენი ხო ერთმანეთის ტოლია. კი, ესენი ერთმანეთის ტოლია. ასე. და შეხედეთ ახლა რა სიტუაცია, მეგობრებო. აი, ეს რომ შევაერთოთ ამასთან. ასე. ეგ ხო რადიუსია. კი ბატონო. ეს 4-ია ქვემოთ, კი ბატონო. და ესეც ხო რადიუსია მთლიანად. კი, რადიუსია. მაშინ ეს S-6 არ გამოდის აი ეს ნაწილი? კი, გამოდის S-6. მაშინ ხო გამოდის რომ S-X-ის კვადრატს დამატებული 4-ის კვადრატი უდრის R კვადრატს. კი, გამოდის. მაგრამ ნუ აქ ახლა ცუდი ის არის რომ მხოლოდ ერთი განტოლება გვაქვს და ორი ცვლადი გვაქვს. კიდე რა შეიძლება ახლა მოვიფიქროთ აქ? რადიუსი ახლა რამე განსაკუთრებულ დამატებით ხაზად არ ითვლება, მაგრამ ახლა თქვენ თუ გადაწყვეტ რომ ეს ამოხსნათ აი ასე გაგრძელებით, თქვათ, კი, კარგი დანახვა, მაგრამ ეს ხო დამატებით ხაზებს ქმნის რაღაცას და გარკვეულწილად ცოტა პრობლემატური რა. მანამდე თუ რაიმე დამოკიდებულება შეიძლება დავინახოთ დამატებით ხაზებამდე, უპრიანი უმჯობესი იქნება. კიდევ რა შეგვეძლო ახლა აქ დაგვინახა ჩვენ ისეთი პრინციპში ორი წვეროა მართკუთხედის MN-ი 4-ია. ხო, ბოდიშ ჩვენ 6-ას არ ვიყენებთ ახლა, ხო? ეს 6 რომ არის. ახლა დააკვირდით, მეგობრებო, როგორი სიტუაციაა? ეს იქნება თუ არა შუაზე გაყოფილი. აი, შემიძლია თუ არა R-6 ჩავთვალო მე 3-ად. ეს რო 3-ად ჩავთვალო. შეიძლება და რატო? მithუათ ეს ახლა ეს 61 ქულიანში მოგივართ და უცებ ჩათვლით, დაგვირდით აქეთაც რომ გაგევლოთ. ეს ორი სამკუთხედი ხო ცხადია ერთმანეთის ტოლი იქნებოდა. იმიტომ რომ კათეტები ტოლია, ჰიპოტენუზების ტოლი აღმოჩნდებოდა, ხო? ანუ MN-ი და PQ ტოლია, ეს ის ტოლი. ანუ გამოვიდოდა რომ ეს ორი მონაკვეთი ერთმანეთის ტოლია. MO და OQ. და ესე თუ ერთმანეთის ტოლია, მაშინ R-X-i სამის ტოლი იქნებოდა ცალსახად. და ანუ გამოდის რომ x3-ის კვადრატს პლუს 4-ის კვადრატი უდრის R კვადრატს და R კვადრატი გამოდიოდა ასე ვთქვათ, R-ი გამოდიოდა 5-ის ტოლი. მაშინ ამას ჩასვამდით აქ 5 - x-ი იქნებოდა 3 და x-ი გამოვიდოდა 2-ის ტოლი. ჩვენ რას გვიკითხებიან ახლა აქ? იპოვეთ QL. კი ბატონო, QL-ი ქონდა აღნიშნული x-ით და
ეს იქნებოდა ზუსტად 2-იანი. აბა, თუ დავაკვირდით ამ ამოცანაში ცოტა დაბრკოლება, ასო წავაწყდი, ანუ ვეღარ დავიწყე გაგრძელება, რა ვქი, პირობას გადავავლე თვალი. რომ გავაგრძელე და აღმოვაჩინე, რომ პირობის სრულად პირობა არ ქონდა გამოყენებული და 6-იანი რომ იყო მოცემული, არ ვაკვირდებოდი და როგორც კი დავინახეთ, ნუ მე სწრაფად მივხვდით გადაწყვეტას. 74. მართკუთხედის ორი წვეროდან დიაგონალზე დაშვებული პერპენდიკულარები დიაგონალ სამტურ ნაწილად ყოფს. კარგი. მოდი ავიღოთ ახლა ჩვენ მართკუთხედი, ასე, ავიღეთ მართკუთხედი. გავალოთ დიაგონალი და ცოტა მოკლე უნდა იყოს, თორე ძალიან დიდი გამოვა სამტურ ნაწილად ეს არ დაიყოფა. შეაჯობს. ასე ავიღეთ დიაგონალი. გავავლეთ ორი წვეროდან სიმაღლეები, ასე მართოები, დავუშვით ასე. დავუშვით ასე. ეს ამის ტოლია. ამის ტოლია. დიაგონალს სამტო ნაწილად ყოფს. მართკუთხედის მცირე გვერდი არის 10 ფ2. კი, იპოვეთ დიდი გვერდი. კარგი, ნუ ამას გვეკითხები ამბეს. დაგვირდით, ეს ხო x-ია. თქვათ აღნიშნოთ x-ით, ესეც x-ი. ეს ხო მართკუთხა სამკუთხედია. მაშინ ამ მართკუთხა სამკუთხედში რა თვისება შესრულდება? ანუ ჰიპოტენუზის 10 ფ2-ის კვადრატი ტოლია მისი გეგმილი, იმიტომ რომ ეს ნახევარსამკუთხედი დაშვებული მართკუთხა იყო და ამ მართკუთხაში ჰიპოტენუზაზე სიმაღლე იყო დაშვებული და მისი გეგმილი, ანუ x-ი გამრავლებული მთლიანად ჰიპოტენუზაზე 3x-ი. ნუ ეს რა გამოდის? ეს გამოდის, რომ 3x კვადრატი უდრის 2 ფ2-ის კვადრატი 2, 10-ის კვადრატი 100 200 და შესაბამისად x კვადრატი გამოვიდა 200 მე. ახლა ჩვენ რა გვჭირდება? ჩვენ გთხოვთ b-ს, ხო? ანუ b კვადრატი უდრის მისი გეგმილი ეს 2x-ი დამრავლებული 3x კვადრატს. ხო? 3x-ი ბოდიში კვადრატი ახლა თქონდა მთლიანად ჰიპოტენუზაზე. ანუ გამოდის, რომ b კვადრატი ეს არის 6x კვადრატი. და 200-ს ჩავსვამით აქ. ეს არის 400 და b რა გამოდის? b გამოდის 20-ის ტოლი. მოდი 75-ს დავაკვირდეთ. ნახოთ. მართკუთხედის ორი წვეროდან დიაგონალებზე დაშვებული პერპენდიკულარები ამ დიაგონალს ყოფენ შეფარდებით 2-5-2-თან. დაახლოებით იგივე ნახატი, უბრალოდ ცოტა წაგრძელებული იქნება. უნდა გავავლოთ დიაგონალი. ამ დიაგონალზე ორი წვეროდან უნდა დავუშვათ მართობი. ასე, ასე. და ეს იყოფა 2-5-2-თან შეფარდებით, ხო? იპოვეთ მართკუთხედის მცირე გვერდის შეფარდება დიდ გვერდთან. ანუ მცირე გვერდს თუ დავარქვევთ 100 და დიდ გვერდს დავარქვევთ b-ს, ახლა ვიღაცა იტყვის, ნუ რატოა ეს მცირე გვერდი? ნუ ცხადია, მეგობრებო, მართკუთხა სამკუთხედია და ეს მოკლე გეგმილია, ეს დიდი გეგმილი და მაშინ მოკლე გეგმილის შესაბამისი კათეტი იქნება მცირე. ანუ რას უდრის ა კვადრატი? ჩვენ გვეკითხებიან შეფარდებული b-სთან, ხო? თუ პირიქით. ხო, მცირე გვერდი შეფარდება დიდთან. a კვადრატი იქნებოდა 2x-ი, ეს გამრავლებული მთლიანად 9x-ი, ხო?
b კვადრატი რა იქნებოდა? 2x, ანუ აქ არა 2x არა 7x გამრავლებული 9x. დავთვალოთ ახლა. უბრა იქნება თუ შევაფარდებთ, ხო? ანუ a კვადრატი შეფარდებული b კვადრატთან. გამოვა x. ესე იგი 9 შეგვეცება და a შეფარდებული b-სთან იქნება 1/2 დისტოლი. კარგი. ჩვენ გადავუწე ხა პასუხები და ამას არ გქონდე 75-ში? ფ2 ფ7-თან რა შემეშალა? ფ2 ფ7-თან რა შემეშალა? ბოდიში. აქ 2 რატო დავწერე? უკაცრავად. აქ უნდა დამეწერა 2 მე7-ები, ხო? აგერ ცხადია 2 7-თან. 2 7-თან და რომ ავაფესავდით იქნებოდა ფ2 ფ7. კი ბატონო. ბოდიში, აქაც მექანიკურად შეგვეშალა. მოდი ნახოთ ახლა 76 ნომერი რას გთხოვს. პრინციპში 76-ში შეგვიძლია თვითონ ნახაზით ვისარგებლოთ, ხო? აბეცდე კვადრატში ჩახაზულია წრეწირი. კი ბატონო. ეწერტილი სირი ად გვერდის შეხების წერტილია. კი ბატონო. შეხების წერტილია იპოვეთ p ქორდა. აი p ქორდას ითხოვენ, აი ეს p რო აქ დაგვავიწყდეს. თუ კვადრატის გვერდი არის a. კაი, მოდი აბა დავაკვირდეთ. კვადრატის გვერდი არის a. რადგანაც ეს შუა წერტილია e, ხო? და რატო იქნებოდა ახლა შუა წერტილი? თუ შეხების წერტილია ძალიან მარტივი საჩვენებელია, მეგობრებო, რომ ეს ცენტრიდან თუ დავუშვებით მართობს, ტოლია და ამას თუ გააგრძელებდით, ეს AD დიამეტრის ტოლი იქნებოდა და შესაბამისად AE რადიუსის რა. ეგ მარტივი სათქმელია. ეს შუა წერტილია შესაბამისად იქნებოდა 1/2-ა. ახლა b რა იქნება? აი მთლიანად b ხო გამოდის b-ის კვადრატი გამოდის a-ს კვადრატს დამატებული 1/2 კვადრატი. ანუ b კვადრატი გამოდის, ამას რო დათვლით a კვადრატს პლუს 1/2 ანუ 1/4 კვადრატი 5/4 კვადრატია და შესაბამისად რომ ამოფესვავთ b გამოდის ფესვი 5/2-ა. ეგ რაც შეეხება მთლიანად b-ს. ახლა დააკვირდით. აქაც ხო შეხების წერტილი ეს ნახევარი იქნება და ეს 1/2 იქნება. და აქ არ მუშაობს ის თვისება ხების კვადრატი, ანუ 1/2 a-ს კვადრატი, ტოლი რომ არის კვეთის გარე ნაწილი, ანუ bp გამრავლებული მთლიანად მოკვეთზე, ანუ bc-ზე. აი, bc რა გამოგვივიდა? b-ზე პოდი შემთხვევით კვეთზე b-ზე და p გამოგვივიდა ფ5 5/2-ა. აქედან რა გამოდის ახლა ესა 1/4 კვადრატი უდრის ფ5 5/2-ა გამრავლებული bp-ზე და აქედან კვადრატი კვადრატს კვეთს 4 2 და რა მივიღეთ bp? აი bp მივიღეთ მეგობრებო ფ5 5 შეფარდებული ხო ფ5 5-ია 4 ფ5 5-ია შეფარდებული რა შემეშალოს არა 2 ბოდიში პირიქით ფ5 5 აქეთ გადმოვიდო და გაყოფით. და არის ზემოთ რიცხვში დარჩენილი ეს არამერიოს, ანუ აქ არის დარჩენილი, ანუ შეფარდებული 2 ფ5 5. ახლა დააკვირდით. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა bps პოვნა, ხო? ps პოვნა და p რა გამოვიდა? p ხო გამოდის bs გამოკლებული bp. p
B რა არის ხიარად B? B არის შეფარდებული 2 ფესვი 5-თან, ხო? არა, ეს B-ია, ბოდიში. სად არის? B, B აგერ არის. ნახეთ, აგერ არის B. ეს არის ფესვი 5 მეორედი A. გამოკლებული მეგობრებო, შეფარდებული 2 ფესვი 5-თან. ამას თუ გაერთუშველიანებთ ახლა, 2 ფესვი 5 იქნება საერთო მნიშვნელი, გაყოფილი 2-ზე ფესვი 5, ფესვი 5 ჯერ 5-ია, ანუ 5 აგავდის. ფესვი 5 გავრავლო ფესვი 5-ზე. მინუს. ანუ ეს გაიყოფოდა 2 ფესვი 5-ზე, ანუ არის 1 და 1 ჯერ. ასე. ანუ გამოვიდა 4-ია შეფარდებული 2 ფესვი 5-თან და ანუ 2-ია შეფარდებული ფესვი 5-თან. თუ რა თქმა უნდა, შეუღლებულზე გამრავლება შეგვიძლია აქ. მაგრამ პასუხად ეს დავტოვოთ. და არაფერი განსაკუთრებული მეგობრებო, სადაც ნორმალურად მარტივად გამოდიოდა. კარგი. ახლა რა შეეხება 77-ს, მოდი ამაზე ცოტა დიდი ნახაზი გავაკეთოთ. то პატარა ნახაზე შეიძლება არ გამოჩნდეს კარგად და მოდი აბა ვნახოთ. ავიღოთ მართკუთხედი. იყოს ასე. შემოვხაზოთ ქვედა წვეროზე წრეწირი. რაღაცნაირად. მოკლოს. გავს ხო? და გავავლოთ მხები, არა? ამ წრეწირის მიმართ, რომელიც დიაგონასაც აქ ეხება. დავაწეროთ ასოები, ეს წვერო არის K, L, M, N, გადაკვეთის წერტილს დავაწეროთ აქ Q და აქ რაღაცა წერტილი მე პრინციპში დაის დაგვჭირდება და A წერტილი დავაწეროთ. იყოს A. AN არის 11-ის ტოლი. დავიმახსოვროთ ეს, ანუ ეს გვერდი მთლიანად LM არის 11, ხო? KN-იც 11-ია, რა თქმა უნდა. MN ეს არის 8. M წვეროზე გავლებულია წრფე, კი, რომელიც ეხება წრეწირს, რომლის რადიუსი არის 4. აქ რადგანაც რადიუსი მოდი აგერ მივაწეროთ, R არის 4 და როცა დაგვჭირდება გამოვიყენებთ. Q, K უნდა ვიპოვოთ. ანუ K-დან Q-მდე მანძილი უნდა, მაგაც დავწეროთ აგერ. QK. ახლა რა თქმა უნდა, ძალიან ითხოვს ნახაზი სიტუაცია, რომ აქ ჩვენ გავავლოთ რადიუსი. რადგან შეხების წერტილია. და შესაბამისად ეს ჩვენ ვიცით 4-იანია, ხო, ეგ რადიუსი 4-ია. ახლა რა შეიძლება კიდევ დავინახოთ აქ ისეთი აი მაგალითად თუ ჩვენ QK-ს ავნიშნავთ X-ით, რასაც გვეკითხებიან ეს X-ით ავნიშნოთ QK, მაშინ ეს ხო 11 - X იქნება QN, იმიტომ რომ სულ 11 იყო. კი ბატონო. და პრინციპში მსგავსება ძალიან რაღაცნაირად ისე მიწევს ახლა რომ მსგავსება დავწეროთ, მაგრამ პრობლემა რა არის, იცით? მე ახლა კი დავწერ ამდადი სამკუთხედში ასე მსგავსებას, მაგრამ მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდია X-ი, რასაც გვეკითხებიან და აქ მაგალითად მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდზე ინფორმირებული არ ვართ. ამიტომ შეიძლება რა იყოს იცით საჭირო? აი AQ გვერდი რომ გამოვსახოთ. სამკუთხედი K A Q-დან Q-ს კვადრატი ხომ უდრის X კვადრატს გამოკლებული 4-ის კვადრატი, ხო? X კვადრატს გამოკლებული 4-ის კვადრატი და შესაბამისად AQ გამოდის ფესვი X კვადრატს - 16. მერე ანალოგიურად დააკვირდით ახლა აქ აი სამკუთხედი QNM-დან. QM-ის კვადრატი ხომ უდრის 8-ის კვადრატს დამატებული 11 - X-ის კვადრატი. რაღაც გამოდის არა? კი ბატონო, ანუ მაშინ QM-ი რა იქნება?
აღარ მომიწიოს ახლა ეს წერა, აქ კვადრატს დავზერ და ფესვი აქედან არ იქნება? კი. მაშინ მსგავსებას თუ დავწერთ ახლა ჩვენ აი აქ მართიკუთხე ისე შეეფარდება, ანუ მართიკუთხის მოპირდაპირე კათეტი x-ი. ეს კუთხეები ერთმანეთს ისე შეეფარდება მართიკუთხის მოპირდაპირე კათეტს. ანუ რას აი აქ 64 პლუს 11 მინუს x-ის კვადრატი, ხო? ასე ფეს ქვეშ ეს ასე, როგორც რა ყოფილა? ერთხაზიანის მოპირდაპირე აქ 4, ხო? 4 შეეფარდება აი აქაც ერთხაზიანის მოპირდაპირე 8-ს. ნუ ეს არის 1/2 და მარტივად 2 გადმოვა აქ 2x-ი უდრის ფესვი 64 პლუს 11 მინუს x-ის კვადრატი, ჩვენი რაციონალური განტოლების ამოხსნის ტექნიკა გავლილი გვაქვს. კვადრატში აყვანის წინ თუ გამოსახულება არითმეტიკული ფესვის ტოლი, ესე იგი ის არაუარყოფითი იქნება, ხო? ეს უნდა დავაფიქსიროთ. შესაბამისად, კვადრატში რომ ავიყვანდით, ანუ მარცხენა მხარესაც რომ ავიყვანდით კვადრატში ამასაც, აქ იქნება 4x კვადრატი უდრის, ფესვი მოიხსნებოდა 64-ს დამატებული ეს შიგთავსი ავიყვანოთ კვადრატში 121 მინუს 22x პლუს x კვადრატი. გადავიტანოთ ყველაფერი მარცხენა მხარეს, 3x კვადრატს პლუს 22 x-ი და მინუს 185. რას ვიტყვით? ასია, ხო? თვითონ ახლა კარგი ფესვები ექნება, რომ ნახოთ. მოდი ნახოთ 185 იშლება აქ მომრავლებად, ეს ერთხელ კიდე გადავავლოთ თვალი მაინც არ მეშლებოდეს რამე. ეს აღნიშნე KQX-ით, ეს იქნებოდა 11 მინუს x-ი. კაინი 11-ია, კი. ეს იქნებოდა x კვადრატს გამოკლებული 4 აი აქ, კი, ანუ 4-ის კვადრატი, ესე 16 და პრინციპში ეს დავთვალე 8-ის კვადრატს დავმატეთ 11 მინუს x-ის კვადრატი. კი ბატონო. მართიკუთხის მოპირდაპირე x-ი ესე შეეფარდება ამას, როგორც 4-იანი ეს რადიუსი შეეფარდება 8-ს. კი. ეს არის 1/2. გადავიდე და აქ 2x-ი ეგ და კვადრატშიც ავიყვანე. კი. კარგი, რავი, ანუ ჩასწუდი პირი. ნახოთ ახლა ეს ხუზე რო გავყოთ, ანუ ზეპირად თუ შევძლებთ ამოხსნათ, იმას ვფიქრობ ახლა. ეს 5-ი 3-ჯერ მოთავსდება, 7 აი ასეა. კი ბატონო. ნახეთ, ამის ფესვები იქნება 15 და 37. ხო, მოხოთ x1 იქნება მინუს 37 და x2 იქნებოდა 15 ანუ 5. ნუ უარყოფითი არ შეიძლება და პასუხი გამოდის 5. კარგი. მოდი 78-ს ნახოთ რა სიტყვობს. 78 მგონი საკმაოდ მარტივი ჩანს, რა სიტყვით. მოდი ჯერ არ გავასვოთ მოვლენებს და დავაკვირდეთ. მოდი თვითონ ნახაზზე რო ვისაუბროთ ახლა. ნუ მოცემული პირობა ნახაზიდან კარგად იკითხება, აქ ამხებია და ითხოვენ კაი მართობის სიგრძეს, აი ეგ გვინდა კაი-ი, მოდი x-ით ავნიშნოთ. თუ AP ვიცით არის 8, ხოლო AK არის 12. ნახეთ ახლა რა შეგეძლოთ აქედან გეპოვათ. მეტნაკლებად მარტივად. ჩვენ ხო შეგვიძლია მხების და მკვეთის თვისება დავწეროთ, ანუ 12-ის კვადრატი უდრის
აი AK მხები და AD მკვეთი. მკვეთის გარე ნაწილი 8 გამრავლებული მთლიანად მკვეთზე, ხო? ანუ AD-ზე. ნუ აქედან ახლა AD გამოდის 154 გაყოფილი 8-ზე. რამდენი 154 რო 8-ზე გავყოთ? ნუ 14-ში მოთავსდება ერთხელ და 64-ში 8-ჯერ. ანუ არის 18. ნახეთ ახლა AD თუ მთლიანად 18-ია. მაშინ აქედან PD ხო გამოდის 10. მაგრამ PD ხო დიამეტრია და აქედან გამოდის რომ რადიუსი იქნებოდა 5. ანუ მე თუ ამასთან შევაერთებ აი ასე, ეს ხო 5 იქნება რადიუსი. დააკვირდით? მაშინ ამ მართკუთხა სამკუთხედიდან AK 12-ია, AO 5-ია. და რა გამოვიდოდა AO, აი ამ მართკუთხა სამკუთხედიდან AO გამოვიდოდა მეგობრებო 13. ახლა დააკვირდით, ჩვენ გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი, სადაც ერთი კათეტი ვიცით, მეორე კათეტი ვიცით, ჰიპოტენუზა ვიცით და ჩვენ გვთხოვენ მანძილს წეროდათ ჰიპოტენუზამდე x. და რა ვიცით ჩვენ ეს ხო სიმაღლის დასათველი ფორმულა ეს არის კათეტების ნამრავლი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ანუ 60 მე-13 იქნებოდა პასუხი მეგობრებო. მოდი ვნახოთ ახლა 79 რას ითხოვს. მოდი ესეც აქვე ვნახოთ, დავაკვირდეთ ახლა. გვეუბნება რომ კვადრატის შიგნით მოთავსებულია ტოლი გვერდების მქონე 6 კუთხედი. ანუ s გვერდი, s გვერდი, s გვერდი, s გვერდი, s და s. ანუ მოდი გავამოქებ მაინც ამ 6 კუთხედს. ერთმანეთის ტოლია, ასე რომ დავშტრიხო შიგნით 6 კუთხედი, აი ასე. ეს ერთმანეთის ტოლია. იპოვეთ 6 კუთხედის გვერდი, თუ კვადრატის გვერდია 1. პრინციპში 6 კუთხედის გვერდს თუ აღნიშნავთ x-ით, ეს ხო 1-x გამოდის. კი. ანალოგიურად, ეს თუ x-ია, ხო 6 კუთხედის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია, ესეც ხო 1-x გამოდის. კი, და ეს x-ია, მაგრამ მოიცა, ნახეთ ახლა რა ხდება. ეს ხო ტოლფერდა და მართკუთხა სამკუთხედია და ჩვენ ვიცით, რომ ჰიპოტენუზა, ანუ x-ი უდრის ფსვ-ს, ანუ კათეტი გამრავლებული ფსვ-ზე, ანუ ფსვ-ჯერ 1-x-ის ტოლი არ გამოდის? ხო, აი ამ მართკუთხა სამკუთხედიდან, ამ მართკუთხა სამკუთხედიდან. ჰიპოტენუზა კათედზე ფსვ-ჯერ დიდია და მაშინ აქ იქნებოდა ფსვ-ს მინუს ფსვ-x-ი, x პლუს ფსვ-2, x უდრის ფსვ-ს და შესაბამისად ფსვ-2 გავიდოდა ფჩხილებს გარეთ, უფროდიში x-ი გავიდოდა ფჩხილებს გარეთ. აქ დარჩებოდა ფსვ-2 პლუს 1 და x-ი გამოვა ფსვ-2 შეფარდებული ფსვ-2 პლუს 1-თან. ასეთი ამბავია მეგობრებო. თუ შეიძლება ახლა ეგ შეუგლებოზე გაამრავოთ მნიშვნელი და ისეც მიიღოთ ირაციონალობა მოსპოთ მნიშვნელში. 79 გავაკეთეთ, მოდით მე-80-იან ვნახოთ ახლა რას ითხოვს. წრეწირის ქორდა არის 40, ავიღოთ წრეწირი. ქორდის ერთ ბოლოზე გავლებულია წრეწირის მხები, მეორეზე ამ მხების პარალელური ქორდა. აი, ნუ მოდი ავიღოთ ახლა აგერ ქორდა, რომელიც არის 40 და წარმოსახვითი რა რეალური მხები, ასე ალბათ ცოტა ასე აჯობებს, ხო? თითქოს აქ ეხება. კარგი, მოდი ცოტას დავაგრძელებ ახლა. შეიძლება იყოს გადამწყვეტი. და გავლებული აი ამ მხების ორი ბოლო აქვს, ხო? ჩვენ თავიდან აღებულ ქორდას A და B ბოლო და მე მეორეზე ამ ქორდის სიგრძეა O. ეგ რაღაცა მატერიალობას არ გავს, ხო? ცოტა პატარა ქორდა უნდა ამოყვა. კაი, წრეწირის ქორდა არის 40, ახლა ეს თუ 40-ია,
ერთ ბოლოზე ხო გავლებულია ამხები და მეორეზე ამხების პარალელური ქორდა. ნუ ამხების პარალელური ქორდა დაახლოებით ასეთი გამოდის და ახლა ეგ 48 რა. მოდით ნახაზი მეტნაკლებად რეალისტური რომ იყოს და მე არ დაგვაბნიოს. მოდი რა ვქნათ, იცით? ცოტა ქვემოთ ჩამოვზიოთ აღნიშნული ქორდა. ალბათ ასე უკეთესია. ასე და ეს მხები ახლა მოვატრიალოთ ცოტათი. აი, ასე ვქნათ. ასე. ასეთი. ნუ, კარგი, ჩავთვალოთ, რომ აქ ეხება. და თან გავავლეთ ამის პარალელური ქორდა, ხო? ეს ასე პარალელური ქორდა გავავლეთ. აა ასე არის გავლებული ამის პარალელური ქორდა. ნუ, და ვიცით ჩვენ რომ AB ქორდა არის 40, ხო? AB ქორდა 40-ია და აწვეროდან მეორე ბოლოდან გავლებული იყო ქორდა, თქვათ ეს არის რაღაც AC ქორდა და AC ქორდა არის 48. ეს ვიცით. თხოვე რადიუსს. კი ბატონო, ვიპოვოთ ახლა რადიუსი. ნუ რა ხდება მეგობრებო, ახლა პირველ რიგში, რადგან პარალელურობა ნახსენებით, კაი ამას დავაწეროთ 40, ამას 48. ნუ ცენტრი ალბათ აქ გადამწყვეტი ნიშნობის მატარებელი იქნება, ხო? ნუ ცენტრიდან მანძილებზე რომ ვილაპარაკოთ, ახლა то რადიუსი აქ გამოჩნდება, მაგრამ ეს კუთხე ხო აი ეს კუთხე ხო ამ კუთხის ტოლია. ნუ ახლა იქ შემთხვევით ხო არ იქნებოდა მომოცემული. და დააკვირდით კიდევ, აი თქვენ თუ ახლა ამას შეაერთებთ აქ, აი ამას ასე შეაერთებთ, ახლა იქ რამდენად გადამწყვეტია ნახოთ მე, მაგრამ აი ეს კუთხე, აქ რა კუთხეც გვაქვს ჩვენ. ხო, იგივე რკალს ეყრდნობა, რა რკალიც არის მოქცეული AB ქორდასა და აი ამ ხებს შორის. ამიტომ ეს კუთხეც აი ერთხაზიანიც მაქვს, არის AB რკალის ნახევარი და C კუთხეც რადგან ამ რკალს ეყრდნობა, ესეც მისი ნახევარია. და შესაბამისად ეს კუთხეც ხო ჯვარედინი მდებარე იყო B კუთხის მიმართ და ანუ ტოლფე და საკუთხედი გამოდის, ეგეც 40 იქნებოდა, ხო? ანუ იდეაში ჩვენ გვაქვს ტოლფე და საკუთხედი 40, 40, 48 და მეგობრებო, ეს არის წესრიგში ჩახაზული. მაგრამ ჯერჯერობით ახლა ჩვენ მოვადრო, როდესაც სამკუთხედის გვერდებით რადიუსის გამოთვლას ვისწავლეთ, მაგრამ ეგ არ გვინდა. ახლა რაში შეგვიძლია კიდევ პარალელურობა გამოვიყენოთ? თუ სადღაც ცენტრი ხო იქნებოდა აქ. ხო, შეიძლება გარეთაც იყოს აქ ცენტრი ნაკლებ მოსალოდნელია, ნაკლებად რეალისტური ნახაზი მითო გვინდოდა, მაგრამ ნუ მოდი ხების პარალელური გავავლოთ რადიუსი. რა შეიძლება ხდებოდეს ახლა აქ? ნახეთ. რა თქმა უნდა, ამ ხებს, ამ რადიუსს თუ გავაგრძელებთ ჩვენ, ხო? ასე თუ გავაგრძელებთ, ეს მართობული იქნება AC ქორდის მიმართაც. აუცილებლად, რადგანაც AC ქორდა და ეს მხები ერთმანეთის ტოლია, ხო? ვიგია პარალელურია უკაცრავად. და შესაბამისად, ეს ხო 24 იყო, 24 იქნებოდა, ხო, აი ეგ 24 იქნებოდა აქეთაც, აქედანაც. და ჩვენ შეგვიძლია პითაგორას თეორემით ახლა ავდგეთ და R გვერდის სიგრძე უბრალოდ მთლიანად აი აქ რაღაცა კაწერტილი რო ვთქვათ, AB მონაკვეთის სიგრძე გამოვსახოთ. აი ეს არის რა გამოდის პრინციპში, ეს არის 8x3, ეს არის 8x5, ეს იქნებოდა 8x4 რა. ნუ მარტივი საჩვენებელია, რომ სამკუთხედი A, K, B-დან
აკბ-დან AB არის 8 ჯერ 5, ანუ 8 შეიძლება, არა, 8 ჯერ 4. 8 ჯერ 4, ანუ 32-ის ტოლი. აი ეს. AB გვერდის სიგრძე. ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ აქ? ეს თუ 32-ია, ჩვენ რომ გავაგრძელოთ ეს და x-ი დავარქვათ, აი აქამდე მონაკვეთს. ხო შეგვიძლია ახლა აქ გამოვიყენოთ ქორდების ურთიერთგადამკვეთი ქორდებისთვისება, ანუ x ჯერ 32 ტოლი იქნება 24 ჯერ 24-ის. შესაბამისად ეს შეიკვეცებოდა, აქ არის 3, აქ არის 4, 1 6 და x იქნებოდა 18. და მაშინ გამოდის, რომ მთლიანად, აი ეს ხო დიამეტრი იქნებოდა, თუ ცენტრზე გადიოდა, ხო ეს დიამეტრია, დიამეტრის სიგრძე იქნებოდა 18 დამატებული, ხო 32 გამოგვივიდა ჩვენ. ანუ დიამეტრი იქნებოდა 18 პლუს 32. ეს არის შესაბამისად 50 და აქედან რადიუსი იქნებოდა 25. კარგი. ну, აქ ახლა თუ თქვენ ისე იფიქრებდით ნახაზის აგებას, რომ აი ასე ყოფილიყო, თქვათ, აი ასე არის და ასე მხები რომ გავავლე, ეს არის ამის პარალელური, ხო, ასე რომ ყოფილიყო სიტუაცია და აღნიშნული კი აღმოჩნდებოდა, რომ მსგავსი შემთხვევა ვერ იქნება ფიზიკურად და ვერ არსებობს რა. ანუ ასე ვთქვათ, ცენტრი რომ ყოფილიყო ამის მიღმა. ეგ მარტივად დაწოდებით, თუ ამ შემთხვევას განიხილავთ. AB ქორდის, უბრალოდ AC ქორდაც და AB ქორდაც რომ ყოფილიყო ცენტრის ერთ მხარეს და არა სხვადასხვა მხარეს. კარგი, მოდი გავაგრძელოთ შემდეგ 91-დან ამოცანების განხილვა. მოდროებით.